ჩვენს ჯგუფში ძალიან ხშირად დებენ ხოლმე უხარისხო მანქანების ფოტოებს. თუ როგორ გაუფუჭდათ, როგორ დაჯდა ელემენტი და აღარ იტენება და კიდე მსგავსი პრობლემები. ეს ყველაფერი გამოწვეულია იქიდან, რომ ხშირად ადამიანები ყიდულობენ უხარისხო პროდუქტს. დაახლოებით $200, $150 და მსგავს თანხებს იხდიან უხარისხო მანქანებში, იმიტომ რომ სხვა შეიძლება არ იციან. დღეს უნდა წარმოგიდგინოთ ბიუჯეტური მანქანები, რომლის ყიდვაც შეიძლება. პირველი მინდა წარმოგიდგინოთ Arma Mojave Gromi. ეს არის იმ Arma Mojaves, რომელიც ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, პატარა ვარიანტი, 1/16 მასშტაბის, არის ორი ფერი, წითელი და ლურჯი და მისი ღირებულება არის სულ რაღაც $179 და 99 ცენტი. რეალურად არის ძალიან გასართობი, როგორც სახლში, ასევე გარეთ, საკმაოდ კარგად გამოსდის მინი ბეშინგი და მოკლედ ყველანაირ პირობებში ძალიან კარგად გაერთობით. რაც მთავარია, შეგიძლიათ უბრალოდ ძალიან მარტივად, თუნდაც პატარა რუგზაკში ჩაიდოთ და წაიიღოთ იქ, სადაც აპირებთ გართობას. მეორე მინდა წარმოგიდგინოთ Arma Vortex-ი. Arma Vortex-ი არის უკანა წამყვანი, ასე ვთქვათ, 4/4-ზე არ არის და არ გქონდეთ იმის იმედი, რასაც 4/4-ზე Arma Vortex-ით იზამთ, თუმცა Arma Mojave-სგან განსხვავებით Gromi-სგან. ეს ბევრად უფრო მონსტრული ტიპია და ბეშინგიც რაღაც კუთხით უფრო კარგად გამოსდის, შესაბამისად თავისი ვიზუალიდან, თავისი საბურავების სიდიდიდან და რა თქმა უნდა მისი ანატომიიდან გამომდინარე. Arma Mojave Gromi-სგან განსხვავებით ის 1/10 მასშტაბის არის, საკმაოდ მოზრდილია და ფასიც ძალიან მისაღები $189 და 99 ცენტი. მესამე კი მინდა წარმოგიდგინოთ Arma Fury. ძალიან დიდი მოთხოვნაა როგორც წესი ყოველთვის შორტ კურსებზე, რა თქმა უნდა ძირითადად 4/4 წამყვანებზე, თუმცა ხშირ შემთხვევაში მათი ფასი იმდენად ბევრია, რომ ვერ წუდებიან ხოლმე ადამიანები და აი ზუსტად Arma Fury მათთვის არის. რა თქმა უნდა, ისიც არის 1/10 მასშტაბის, ძალიან გავს და ფაქტიურად ერთი თითქმის იგივენაირი ბოდი აქვს, როგორც Arma Senton's და ძალიან ლამაზად გამოიყურება. საკმაოდ გამძლე მოდელია Arma Fury-ც და მისი ფასიც არის სულ რაღაც $189 და 99 ცენტი. შემდეგი კი მინდა წარმოგიდგინოთ მანქანა, რომელსაც შეუძლია სხვა მანქანებს გადაუაროს. Arma Gorgoni. ვისაც გიყვართ monster truck-ები და ვისაც გიყვართ ტრამპლინებზე ხტუნაობა, მაქსიმალური სიგიჟე, მაქსიმალური ექსტრემი და არ ვიცი, ლეწვა ყველაფრის, აი Arma Gorgoni თქვენთვის არის. რა თქმა უნდა, ესეც ძალიან ბიუჯეტურ ფასად, $189 და 99 ცენტი არის მისი ღირებულება და თავის კონკურენტებს იგივე მასშტაბში, ესეც არის 1/10 მასშტაბის, ძალიან დიდ კონკურენციას უწევს. რაც მთავარია ფასითაც. ახლა კი მაღალი გამავლობის მანქანების მოყვარულებისთვის მაქვს ძალიან საინტერესო მოდელი Traxxas TRX 4M. 1/18 მასშტაბის მანქანა. საკმაოდ პატარა, მაგრამ ძალიან საინტერესოა მისი მართვა, იმიტომ რომ ყველაზე მეტი საინტერესო დაბრკოლები შექმნა შეგიძლიათ ამ მანქანისთვის. ეს კონკრეტული მოდელი არის Ford F150, 3 ფერი აქვს, ლურჯი და კიდევ ყავისფერი და რა ვიცი, ძალიან ლამაზად გამოიყურება და ამის მთავარი პლუსი არის ის, რომ არის ძალიან პატარა, ნებისმიერ ადგილას წაიღებთ, სახლში ძალიან კარგად გაერთობით, სხვათა შორის ლოგინზე ძალიან საყვარლად დაძროება ხოლმე ბალიშებს ეთერში. და იგივე მანქანა შეგიძლიათ შეიძინოთ განსხვავებული ბოდით, ვინც უფრო Chevrolet-ისკენ იხრებით, აი მისი პირადი კონკურენტის სახეზეა. წარმოდგენილი ესეც სამფერში, წითელი, ლურჯი და შავი და რა თქმა უნდა, გამომდინარე იქიდან, რომ აბსოლუტურად იგივე მანქანაა, მისი ღირებულებაც არის $179 და 95 ცენტი.
აი Rock Crawling-ის მოყვარულებისთვის კი Traxxas იგივე შასიზე აქვს Defender-ის და რა თქმა უნდა Bronco-s ბოდები. ორივე ძალიან ბევრი ფერი აქვს, მაგალითად Defender-ის შემთხვევაში არის მწვანე, ნაცრისფერი, რაღაც გაურკვეველი, მაგრამ ძალიან ლამაზი ფერი, ზედაწერია რომ თითქოს დაზაგრული ფერი, წითელი, რა თქმა უნდა, ფორტოხლისფერი და ლურჯი. ასევე Bronco-საც ძალიან ბევრი ფერები აქვს, სხვათა შორის ეს ორივე მოდელი ძალიან საყვარლად და ძალიან ლამაზად გამოიყურება. Bronco-ზე კი რაღაც საინტერესო ფერია გამოყენებული, უწერიათ რომ ეს არის A51, გავს რაღაცა მუქი შავი ამნისფერს, თეთრი, წითელი, ყვითელი, ლურჯი და შავი, რა თქმა უნდა. როგორც უკვე გითხარით, ძალიან მრავალფეროვანი და საინტერესო არის ხოლმე 1.18 მასშტაბის მანქანების კრაულინგი, გამომდინარე იქიდან, რომ ადამიანები ძალიან მარტივად აწყობენ მათთვის ბარიერებს. და რაც შეეხება ფასს, სულ რაღაც $159 და 159 დოლარი და 95 ცენტია. მიზეზი, თუ რატომ გირჩიეთ ეს მოდელები? პირველი მიზეზი არის ის, რომ ამ მანქანის ნაწილები ყოველთვის უმარტივესად იშოვება. მეორე, ეს მანქანები ძალიან მარტივად ექვემდებარებიან upgrades. მესამე, Traxxas-ი და Arma ხარისხის გარანტია. და მეოთხე, ეს მანქანები არ მიეკუთვნებიან იმ საბავშვო მანქანების სიას, რომლებიც სახლში მოტანამდე ფუჭდება. ესენი არიან ჰობი ვერსიები, რომლებითაც ზრდასრული ადამიანები და მეტად შეყვარებული ამ სფეროზე ადამიანები ერთობიან და ატარებენ დროს. და გამოიწერეთ ჩემი არხი, გააქტიურეთ ზარისღილაკი, დაალაიქეთ ეს ვიდეო, გააზიარეთ და მსგავსი ვიდეოები თუ კიდევ გსურთ რომ იხილოთ ჩემ არხზე, დააკომენტეთ.